იყო ეთერში ბრუნდებით რამაგზე ჩვენს გადაცემა შემოგვერთა მეორე სტუმარი აკაკი ასათიანი ბატონო აკაკი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და როგორ თემაზე მინდა რომ ვისაუბრო არც სასიამოვნო პირველი ნაწილი ხოდა მოსასმენად ასე ვთქვათ გასააზრებლად და გასაანალიზებლად არც სასიამოვნო თემებზე ვისაუბროთ ჩვენი მაყურებლების და მსმენელის ყურისთვის და თქვენ ხართ იყავით თუ ხართ ჩვენთან როგორ არის საქართველოს პირველი მოწვევის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და ამდენად თქვენ ის პროცესები უშუალოდ იყავით მონაწილე თქვენ თვალწინაც განვითარდა ჩვენ თვალწინაც უმეტესობის თვალწინ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ დღეს რაც მივიღეთ ყოველთვის მე ხარ აპოპულარული რამ უნდა ვთქვა რჩება შტაბეშტილება რომ ჩვენ ვერ გამოვედით უმცროსი ძმის როლიდან და ეს ჩვენ უმცროსი ძმის და უფროსი ძმის შეცვლას გავს უფრო მართალია დეკლარირებულად ვამბობთ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ეს გვაინტერესებს მაგრამ მე მგონი ჩვენი არჩევანი მაინც განპირობებულია იმით რომ აი ეს უფროსი ძმა ახალი რომელსაც სტატუსი ჩვენ მივანიჭეთ მე მაინც ფიქრობ რომ რაც ხდება ეს ადამიანი თვითონ იწევს ამას უფრო დავარცხნილია დაბანილია ჩაცმულია კულტურულია და უფრო უსაფრთხო არის და შესაბამისად ეს ჩვენ გვინდა და მიუხედავად ამისა რომ უფრო კულტურულია რა თქმა უნდა ეს ახალი უფროსი ძმა ვიდრე ძველი უფროსი ძმა იყო გამსახურდი არ მიიღო მაინც დასავლეთმა ვთქვათ ასე ხომ ასე იყო არ მიიღო დასავლეთმა ოღონდ რატომღაც ეს ფაქტი არ გაუანალიზებია არც ქართულ პოლიტიკურ კლასს არც ქართულ საზოგადოებას რატომ მოხდა ეს მართლა იმიტომ მოხდა რომ გამსახურდია დემოკრატია არ იყო და თქვათ კიტოვანი სიგუა და იოსელიანი და შევარდნაძე დემოკრატები იყვნენ თუ ამას ჰქონდა სხვა მიზეზი იმიტომ რომ აი მუდმივად წრეზე მივდივარ თითქოს ხო ყველა ძალა რომელიც ოპოზიციაში და უპირისპირდება ხელისუფლებას ითხოვს დემოკრატიას ხო არ ვიცი როგორ ესმით ახლა ეს დემოკრატია რა არის და ესმით უბრალოდ იერარქია და საშუალება ხო საბჭოთა კავშირი ქადაგებდა კომუნიზმს პროლეტარიატს საყოველთაობით სოციალურ თანასწორობას რომელიც არ ქონდა სხვა შორის თვითონ და იმათი იდეოლოგიური იერარქია დემოკრატიათ რომელიც თავისთავად იდეოლოგია არ არის საშუალება მართვის მეტი არაფერი ხო ახლა გამსახურდიას რაც შეეხება მათთვის მიუღებელი იყო ის რომ ყარდებოდა ახალი წესრიგი როგორც თუ შეიძლება ცოტა ხო როგორც მამა ბუშმა თქვა მათ კი არ უყვართ მამადაშვილის ძახილი ხო ამას ძახიან ჯორჯ W ბუშ არც უმცროსი საარჩევნოთ არის ვარგა სხვა შორის ისინი აქცევენ ეგეთ რამეებს ყურადღებას რომ არც ჯუნიორ უმცროსი უნდა ყოფილიყო არც შვილი უნდა ყოფილიყო არამედ ჯორჯ W ბუშის შვილზე რომელიც ახლა ორივენი ბოლო ადგილზე არიან თავისი IQ-ით ამერიკის პრეზიდენტებში. ნუ ეწყინებათ, მაგრამ ეგრე არა, ჩემი აზრი არ არის. პრობლემა იყო ის, რომ აი საბჭოთა კავშირი ჯერ წინააღმდეგი იყო ის მამა ბუშის საბჭოეთის დაშლის და არც დაუმალავს, მე არ ვიგონებ არაფერს, თვითონ თქვა ეს უკრაინაში შეეშვით დამოუკიდებლობის ამბავსო, ეს სვიადის ცნობილი გამოპასუხება ხალხს როგორია რომ უსაფუძვლოდ და უსაბაბოდ მიახდა ზვიადი იმას, ზვიადის იმ მთელი ცხოვრება ამაზე იბრძოდა, მათი იმედი ჰქონდა, იმიტომ რომ წესით თავისუფლების და დემოკრატიის მებაირაღები იყვნენ ყოველთვის და მოულოდნელი იყო მისთვის ეს ამბავი, თუმცა მე ვიყავი მანამდე შეერთებულ შტატებში და გამაფრთხილეს იქა სერიოზულმა და კარგმა ხალხმა, ძალიან კომპეტენტურმა, რა არის დასამალი ცენტრალური სადაზვერვო დეპარტამენტიდან, რომ ეს კაციო ესეთიაო რა ბუში, მისი იმედი ნუ გექნებათ. ანუ რაღაცნაირად ეცადეთ უფრო მოქნილად იმოქმედოთ. ეს უთხარი ზვიადზე მაინც არ ეგონა რომ ასე იქნებოდა. ხო და ახალი წესრიგი, ეს იყო მისი თუ გახსოვთ აი ფრაზა პირდაპირ და ამ ახალ წესრიგში დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი პოლიტიკის მქონე ქვეყანა არ ჯდებოდა. და არც აი ესეთ პრივატულ საუბრებში არც დავუმალავთ ეს. მე კი ვიცი რასაც გვერდჩით მეთქი ერთხელ უთხარი მათ წარმომადგენლებს და თქვენც იცით რომ მე ამას ახლა საჯაროდ არ გავთქვა მეთქი, მაგრამ აი თქვენ ახართ ხო პრინციპში. აი რუსი მოქმედებს უშუალოდ, მაგრამ ის უკან თქვენ ახართ, თქვენ არ გეპიტნავებათ ეს კაცი მეთქი და
ну კი ახლა შენ ისეთი კაცი ხარ უკვე იქ ერთი თვე ვიყავი ამერიკაში ხო სწავლობენ ხოლმე რა შენთან შეიძლება რომ თქვაო ვიტყვით რომ არ გვითქვამს ხო ეს დრო მოდისო რა ეს იშლებაო გერმანია გაერთიანდა თავში ურტყამს სუყოლდანიო რომ აი გიტლერი ამ დროს თქვენ ამბობთ რომ აი თქვენ ჭუაზე გინდათ იყო თუ რაღაც ნაციონალურ ფასეულობებს აწვევითო და იმ 80 მილიონ გერმანელს რა უპასუხოთ სადაც თქვენ ამდენს გაბედავთ აი მარტივად იყო ახალ წესრიგში არ ჯდებოდა ეს ახალ წესრიგში დასავლურში არ ჯდებოდა ხო არ ჯდებოდა მორჩილებას ხო დამოუკიდებლობა მორჩილებას აი რაზეც ახლა სხვა სიტყვას ვერ ვიტყვი აი ყიყინებს ევროპარლამენტი ხო არანაირი ძალმოსილება არ აქვს მაგრამ მივაჩვიეს ჩვენმა წინა ხელისუფლებმა რომ იქ ყარაულს რომ რამე წარბი აეწია უნდა დამდგარიყვნენ სმენაზე აი ყარაულს რა აი პარლამენტის ან რომელიღაცა იქ თანაშემწეს ხო და აი როგორ გაბედა ვიღაცამ რომ იმ წუთშივე არასრულებს მათ ხშირად სრულიად უსაფუძვლო მითითებებს არა თან რომლებსაც არანაირი არც მნიშვნელობა აქვს არც პასუხისმგებლობა არ აქვს აი გამოდიან ლაპარაკობ ჩვენთან ტყუილად ნერვიულობენ ამაზე და ეს ჩვენი ოპოზიციაც ტყუილად არ ვიციქ საარჩევნო სოფელში არ ჩასულა აგერ წინათში არ ყოფილან და დღე-დაღამე ბრიუსელში და სტრასბურგში და ვაშინგტონში არა გეგონება იქ ირჩევენ მათ ხო ეგეც ერთი კიდევ მოვლენა რა ხო და რასაც თქვენ ბრძანეთ ეგ არის უფროსი ძმა ისი რა კი არ მიკვირს უბრალოდ არ მომწონს და არ მინდოდა მოდი ესე ვთქვათ რა ჩვენი მეფეები და ხელმძღვანელობდნენ ისინი ხო ქვეყნის მმართველები პირველი ვინც დააფუძნა ფარნავაზი ეგ იყო თქვა რომ არ მინდაო რა არ შეგნით ბატონობა არავისი მე ნუ ახლა გარკვეულ გავლენას განიცდიდა ფასმან პირველი და მეორე მაგალითად რომსაც კი არ ემორჩილებოდა მოკავშირე მეგობარი კი ბატონო აქ მცხეთაში იდგა და ახლა მუზეუმშია სტელა ვესპასიანე დიდი იმპერატორის ჩვენი მეგობარი და მოკავშირეები ხარ ერთი ნახეთ სხვაგან რა სტელები უდგათ ვესპასიანეში კი არა აზერბაიჯანსა სომხეთში ლეგატი ანუ პოლკის მეთაური ცენტურიონი ასისტავი ისინი წერენ ჭუით იყავით თორე აგერა ვართ ეს არის პირველი საუკუნე 75 წელსაა თვარავის აი ამ 20 საუკუნეში ასე დეგრადაცია როგორ განიცადეთ საუკუნეში ნუ დავითიდან ესე იგი ლაშას ჩათვლით ეს პერიოდი აბსოლუტური დამოუკიდებლობაა სრული მე მონღოლობა გიორგი ბრწყინვალიდან დაშლამდე ის კი არა მე-16 საუკუნემდე ხო ერთი მონაკვეთიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი მმართველობა მაგრამ მე იმდენი ხანს გაგრძელდა უფროსი ძმობა რომ ეთყობა რაღაცა გენეტიკური მუტაცია მოხდა და მე მაგალითად მგონია რომ აი თქვენ მე და კიდე ის ადამიანები ვინცთვის რომ შეგვიძლია განსხვავებულად ორიგინალურად დამოუკიდებლად ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ну ჩვენა ვართ ეთყობა მუტანტები და ესენი ეთყობა მონათა მოდგმა ვინც თulis რომ ან ერთი უნდა იყოს უფროსი და ან მეორე მე ვფიქრობ ეს რო დაჭირდება მე უფრო იმედი მქონდა რომ უფრო მალე მოხდებოდა ესა მაგრამ გადატრიალებამ შეაფერხა ეს პროცესი ჩამოყალიბების ხო დამოუკიდებლობელი აზროვნების პროცესი ეროვნულის პიროვნულის ასიზამ ესე მოხდა მაშინ ჩვენი ბრალიც არის ალბათ პირადად ჩემიც მათ შორის იმაში რომ ეს დაუშვით და ახლა ვხედავთ ამის მე მგონია რომ აი ბოლო ფარტხალს ამ ამბის ეს ამბავი დამთავრდება უსათუოდ შიგნითაც გადაწყდება და რასწავლია გარეთაც ისეთი პროცესები წავიდა რომ სოფლიოს ჰეგემონი იძახის მიხედეთ თქვენ საქმეს მე ჩემსაც მივხედავ ამხანაგი ტრამპი და თქვენ ყველა მიხედეთ თქვენ საქმეს და მოდი ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებით და ეს ინტერესები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს სინამდვილეში არ უპირისპირდება თუ ვინმეს ეს უნდა ახლა თუ არ უნდა და ძალის ძალა დახვევს თავს გინდა თუ არა ან დემოკრატია იყავი ან კომუნისტი იყავი ან რაღაცა დიქტატურა გქონდეს ხო მე სხვა თემა
მაგრამ მე მგონია რომ ძალიან სერიოზული ტენდენციაა ახლა და ჩვენთან ხო როგორ არის პერიფერიული აზროვნება აქვს ჩვენთან. ხო ეს ხოთაშორის ძალიან არ მინდა ეს თქვა, მაგრამ აი ხანდახან გვიმები ვიფიქცევით რა. სიელები დავარქვა, პერიფერიული, ხო? ხო, გოიმებივით რა, პოლიტიკური, კულტურული გოიმები. აქ ხალხს გონია რომ ნიუ-იორკის ჰარლემის კულტურა, სუბკულტურაა, ის არის ამერიკული კულტურა. ხო, აი რეპერები რო იგინებიან სულ გაუთავებლად, ხო? ეს არის. თან ინგლისურად ისე ცუდად არ ჟღერს, როგორც ქართულად, ხო? რუსულადაც კი არ ჟღერს ისე. უფრო რბილია და ქართული. სინამდვილეში კი არ ჟღერს, უჩვევი ვართ, მეტი კულტურა გვაქვს ჩვენ. და იქ აესია რა. მაგრამ იქ მაღალ საზოგადოებაში, ხო, ნამდვილ საზოგადოებაში ასე არ არის. ძალიან დახვეწილი საზოგადოება აქვს ამერიკელებს. ეს ხალხმა არ იცის. იმიტომ რომ ფილმებიც მათი როგორაა, ხო? ტრილერი რო გადაიღო, იქ უნდა იყოს მკვლელი, ბანდიტი, რაღაც რუსული მაფია, იტალიური მაფია, ესენი. თუმცა იტალიური მაფია, ხო, ნათლიას თუ ნახავთ, ამკვიდრებს ისეთ ფასეულობებს, რომლებიც ზოგადად საკაცობრიოა, ხო? იქ ამბობს, ხო, ნარკოტიკები არაო იტყვის რა. ყველაფერი კი ნარკოტიკი არ შეიძლებაო. ის мама ამბობს, ნუ მე კი ესე არ მოხდა. და სხვებს უნდა თქო, ანუ ადამიანი რაღაცა ადამიანია რა, ისა, ხო? და ახლა რადგან პერიფერიული და ეს გოიმური აზროვნება გვაქვს მასაში სამწუხაროდ და ამას ამკვიდრებს და აი ასიმბოლოებს საუბედუროთ ჩვენი ოპოზიცია, ხო? ისინიც დააგვიანებენ. აი ეხლა ხდება პროცესი, მანამდე შეიძლებოდა ზოგი რამის გამოცნობა. ეხლა ხდება, ვერც ეხლა ხდებიან. ხვალაც და ეს რო გადავა და ჩამოყალიბდება, მერე აუწყობენ ფეხს და გვიან იქნება სხვათა შორის. უნდა ვაღიაროთ ჩვენ გვისაუბრია ნინო და მე მიყვა შენთან საუბარი, იმიტომ რომ გონიერი გოგო ხარ და სამწუხაროდ არც ისე ბევრი ხარ ქართულ ჟურნალისტიკაში ასეთები. ერთი კაცი მიხვდა რა. ახლა მეც კი მივხვდი, მაგრამ მე გავლენას არ ვახდენ მოვლენებზე, ხო? ერთი კაცი მიხვდა, ვინც გავლენას ახდენს. ივანიშვილი. ინტუიციით იგრძნო, ანალიზი გააკეთა, ინფორმაცია, საერთოდ პოლიტიკა ამ სამისგან შედგება, ხო? ინფორმაცია გაანალიზებს, მაგრამ ხანდახან გადამწყვეტი მნიშვნელობა ინტუიციას აქვს, რომ რაღაც საითკენ მიდიოდა ეს ყველაფერი და პირველად არ მომხდარა ეს. მე და თქვენ გვისაუბრია, აი ვიზა ლიბერალიზაცია აქციულ კივილი იყო არ მოხსენებენ, აუცეს. ხო? აი ეს ამბავიც რაც ახლა ატეხილია რა, ევროპარლამენტში, ამოსაქმურთა ბუდეში, ყველამ რო იცის და ყველამ რო იცის, რომ თვითონაც იციან, რომ არაფერს ნიშნავენ. ყველამ სხვა მიცის, რომ არაფერს არ ნიშნავენ, ხო? ნუ აქაც გაიგეს. ხო, ოცნება იძულებული გახდა, რომ მიმختارიყო, თავიდან ცოტა ეშინოდათ ამისი და მე მიხვდნენ, რომ გონი არც არაფერი. ხო, ეს ამბები გადავა ეს ყველაფერი, სულ სხვა სამყარო ჩამოყალიბდება, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. მე პირადად ის მაწუხებს, რომ ჩვენ დროულად უნდა ავუღოთ ალღო ამას ყველაფერს. სხვადასხვა აი ამას არ უჩანს პირი, მაგრამ მე მაქვს ერთი არ ვიცი ეს შეიძლება თუ არა, ოღონდ ინტუიციის დონეზე, აი სულ უყურებ ხოლმე, აი ისევ არის პოპულარული კი არა, ხო, მოდური ასე ვთქვათ, უფრო ადეკვატური იქნება თუ ესე ვიტყვი. მოდური ქართული ხალხური სიმღერა, მრავალხმიანობა, ქართული ხალხური ცეკვა, ეს რჩება მოდურად, ეს ინახავს რაღაცნაირად მე მგონი ჩვენს მეხსიერებაში იმას ვინც ვარ და ერთხელ ერთი ასაკოვანი საბჭოთა კავშირში მაგანა აი ეს სუფრაზე რომ ღეროდან ხო მე ვერ ვღერი ვარ ერთ-ერთი თუ რამე შემსრულებია ვინმესი სიმღერის უნდა სუფრაზე აი ბიჭები უბრალოდ სხვა მომღერლები კი არიან პროფესიონალები დაჯდებოდნენ ღეროდა ხალხი ხო გაოგნებული იყო რუსეთში პროპაგანდას ეწეოდნენ რომ შეხედეთ ქართველებს მათ ფილმებში წერო ქართველები ღერიან ხო სუფრაზე იქ ღეროდნენ რაღაცა საბჭოთა კინოებიდან ეტა რაზდაიოცა ბუხენვალი რაღაც სიგიჟეებს რა დეგრადაცია სრული რომელიც აი ამ ახლა იჩინა აი ახლა უწიათ მათ რაც უქნეს ამ ხანაგებმა ლენინმა ტროცკიმ და სტალინმა გაკაფეს თუ კი ვინმე ჭკუაზე იყო და თუ კი ვინმე რამე კულტურის მატარებელი იყო და აი პუტინი ასრო ამთავრებს ახლა ამ ამბავს რა თუ კიდე ვინმე დარჩენილი იყო ცოტა წამოიწია გაცვლიდნენ ყველანი ქვეყნიდან ეგ ინახავს და ეხლაც თვითონ რო არ ესმით ისე რომ თვითონ არ ესმით სინამდვილეში ამით
ნაცია იცავს თავს. დიახ. გაუცნობიერებლად, სამწუხაროდ. სხვადასხვა ის გაუცნობიერებლად რაღაც ეტაპზე და შემდეგ დადგება გაცნობიერების მომენტი. ვერ ნახე გაცნობიერებული ვერაფერი ჩვენ. სამწუხაროდ ვერც მე ვერ ნახე. ხო არ დამოუკიდებელ აი მარტივ რამეს ვიტყვი დინამო თბილისმა მოიგო ევრო 1000. საბჭოთა კავშირის გუნდებიდან მოიგეს მარტო დინამო კიევმა და დინამო თბილისმა. რატომ? ერთ რუსულ თქვარი. იმიტომ ნაჩვევი იყვნენ ჩაგვრას მსაჯებისგან. ევროპელები ჩაგრავდნენ საბჭოთა გუნდებს, მაგრამ რადგან კიეველები და ჩვენები ამას ნაჩვევი იყვნენ, ეს მათ არ გაკვირვებიათ, ვინც ფეხბურთის გულში მატკივარია გაახსენდება როტერდამის ფეენორდს კიდევ გაი 3-0 მოუგეთ. აქტორი იქ ამბავი იყო, მსაჯმა საქმეები გვიყო, ხო? ნუ 2-0 მოაგებინა ძალის ძალად არ ეყოთ. მაგრამ ჩვენები არ შეეპოვენ, იმიტომ რომ მიჩვეული იყვნენ მოსკოვში ასე იყო და რუსები მიჩვეული იყვნენ მოსკოვის კლუბები პირიქით ხელში გადიოდნენ კატასტროფულად მარცხდებოდნენ იქ. კატასტროფულად. ხო? ასეთი ამბავია ესა და მაშინ კაცმა არ გაიაზრა რატომ. აი რატომ მოიგო თბილისის დინამო? დავანებოთ კიევს თავი. აი რა ისი შედეგი იყო ეს ხო კომბინაცია იყო ეროვნული სულისკვეთების სერგო კოტრიკაძეს უთქვას მე კარს კი არ ვიცავდიო დარიალის კარს ვიცავდიო დიდი მეკარე იყო შესაძლამაზესი თან გარეგნობით მანერით ეგეთი აი ოთარ გაბელია ხომ ხეცი იყო მაგრამ სერგო იყო რაღაც უცნაური აი ეგ თაობა იყო მიშამესხის სლავა რაღაცი ძალიან ეფექტურები იყვნენ ხო ახლა ამას რო კაცი იტყვის ეს იყო ეს მომენტი იყო ხო თანდაყოლილი ნიჭი უნარი ბურთი მოგდგებ როდიდან თამაშობ ჩვენ ხო აი თვითდამკვიდრების ესა 91 წელი 10 წელიწადში თავისუფლდებით არავინ არ უკვირდება 78-ში 14 აპრილია მომხდარი ხო ანუ ტალღა მოდის ყველაფერი დაემთხვა და ნუ ვარსკვლავთაც ვენა იყო გუნდში. ხო და ის ეხლაც კარგი ახალგაზრდები არიან ფეხბურთში. მე მგონია რომ აი ეს ახალგაზრდები ფეხბურთი იმან უკვალოდ არ ჩაიარა იმ გუნდში. არაფერი არასე ხნული გავლებულია ის ამოდის ის ბალახი სულ დაგვაბეტონა საბჭოეთმა ამოვიდა მაინც რა. თორე კალათბურთელები ყოველ ევროპის ჩემპიონატზე ხვდებიან. მორაგბეებზე არ ვლაპარაკობ სოფლიოში მე-11 მე-12 ადგილს სოფლიოში არის აი ეს თან ხომ და გავიწოდეთ ერის რიცხოვნობა კაცო და იმას დაამატე ნინო ახლა სპორტში არ ვიცი შენ შეხე დიდი ქვეყნის გუნდებსაც კი ნახევარი ყავთ მოწვეულები სამხრეთ აფრიკა ჩვენა ვართ რა რაც ავართ ეგა ვართ რაც ავართ ეგა ვართ ჩვენი ძალები ამ პატარა ხალხის ვერცეთ საბჭოთა რესპუბლიკას ვერ ნახავ რომ ამდენ სპორტში ჩანდეს ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში ვიმეორებ ყველაზე უკეთესი ხელბურთელებმა გამოცოცხლდნენ გამეფება. ჭიდაობა გუნდურებს რომელიც ასახავს ნაციის მდგომარეობას. წყალბურთელებს ერთი აუზი აქვს და სულ ევროპის ჩემპიონატზე არის. ეს ანუ ფიზიკურ მზადყოფნას გამოხატავს ნაციის მისი ჯანსაღეს. აი ეს ხალხური სიმღერა ცეკვა ხო, რომელიც ნუ მართლა ამბავია და ყველაზე გამოხატულად იცავს ეროვნულ თავისთავადობას. ეხლა დარჩა რა აუთვისებელი განძი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არავინ იცის და რომელსაც გაშმაგებით ებრძვიან 20 წელიწადია შევარდნაძის და სააკაშვილის დროს. ნახავთ არაფერი არ უქნიათ გასაცოცხლებლად. ეხლა დაიწყეს ფიქრი კონსერვატორობა რო გადაწყვეტეს. აი ქართული ენა სავალდებულო გახდება უნივერსიტეტში. ხო. აი და ეს რო გაუხარდება საზოგადოებას ხალხში. დამთავრებული. და ეს რო გადაწყვეტილება ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს როგორც აცხადებს როგორც მიღწევას ანუ ძალიან ძიმე ვითარდება ეგ არის როგორ ამბავია ირლანდია მე ძალიან მეყვარს ირლანდია ეს კულტური კულტურა მიყვარდა მაინტერესებდა ძალიან თავისებური ხალხია ერთმა ყოფილმა ელჩმა ინგლისის ჩვენთან იქ რო ვიყავ ირლანდიაში და წავსულიყავ მითხრა რომ შენ ახლა ნახავ თქვენ თავსო როგორ მეთქი ну უბრალოდ წითურები არიან და ლუცვამენო თქვენგან სხვაები თუ თქვენ ვინოსონ და შავრემანებიო თუმცა ჩვენს ბევრი ყავს მესამედი როგორც დევიდ ლენგი ამბობდა დიდი ქართველოლოგი დიდი ინგლისელი პარიზში რომ გასაკვირია რომ სამხრეთელი ხალხის პირობაზე რამდენი ქერა ყავთ და ცისფერ თვალებაო ახლა ევროპა უცხო თვალმა ასე შემოგხედა ჩვენ ვერ აღვიქვით ხო და ნუ იგივე სამხრეთელების პირობაზე კალათბურთ სამხრეთელი ხალხებიდან მხოლოდ ძალიან მრავალრიცხოვანი იტალია და ესპანეთი თამაშობს ჩვენი რაოდენობის ხალხი სამხრეთელი კალათბურთს ვერ თამაშობს მაღალი ხალხი არ არის და ჩვენ ყავს ხო
ხო და იმის ხმა მინდა რომ დაგვრჩა აუთვისებელი ეს კულტურული მემკვიდრეობა რომელთანაც გაუცხოება მოხდა რომელმაც შექმნა ვაკუუმი ფასეულობების და ამ ვაკუუმში შემოვიდა არჩე ვაკუუმს ვერ იტანს ხო ფიზიკა გასწავლის ვერც პოლიტიკა ვერც კულტურა იტანს ეგ მოხდა 1918 წელს მოვიდა ხალხი რომელიც არ ფლობდა თავის კულტურულ მემკვიდრეობას ილია მათთვის იყო აი მოწინააღმდეგე პოლიტიკური კონსერვატორი თუმცა თავში ლიბერალი იყო ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით ილია ბოლოს მართლა კონსერვატიული შეხედულებების პოლიტიკოსაც ჩამოყალიბდა ხო მთელი ძველი ქართული კულტურა მათთვის იყო აბსოლუტურად უცხო სამყარო აბსოლუტურად ну ერთი ვეფხის ყავსანს რაღაცა გარშემო უვლიდნენ რომ ეს რაღაცა მართლა ძალიან არის მართლა ხო თუ დანარჩენები არაფერი სასულიერო ლიტერატურა ჩვენი ხო აი ხო და რითი დამთავრდა კატასტროფით 21 წლის მე ვთვლი რომ ეს იყო უარესი კატასტროფა ვიდრე 1801 წლის იმიტომ რომ კი დაგვიყრო ანექსია მოახდინა რუსეთის იმპერიამ მაგრამ მისი ფასეულობები ზოგადად საკაცობრიო ქრისტიანული ფასეულობები იყო მათ შორის ჩვენიც ხო მის სკოლებში გაიზარდნენ ილია აკაკი ვაჟა რუსულ სკოლებში გაიზარდა ჩემი სკოლა პირველი გიმნაზია სწავლება რუსული იყო სადაც მე პირველი დავამთავრე რუსული იყო სწავლება აბა როგორ გიმნაზიაში აბა რა იქნებოდა ხო უაზრო კითხვა და კერძო სკოლები იყო ქართული უნივერსიტეტის შენობა აშენდა სათავადაზნაურო გიმნაზია სადაც ქართული იყო ნუ ნახევარი მაინც სწავლება თუ მეტი არა ხო აი ილია ჩვენი სკოლელია ხო და ივანე ჯავახიშვილი აღარ მინდა ხა ჩამოდგა ალექსანდრე ორბელიანი შეთქმულების ერთ-ერთი მოთავე 1832 წლის და ნახო მათი მასწავლებლები რუსები როგორები იყო ერთი დირექტორი ყავდათ რამეს რო დააშავებდნენ ეუბნებოდა შენო ქართველი ხარო ასე არ უნდა მოიქცეო ბუკრინსკი იყო გვარად რუსი დიდებული კაცი ყოფილა კი ბატონო და არ იყო შეთქმულებაში 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის სამოქალაქო გუბერნატორი ზავილეისკი დამოუკიდებლობისთვის ჩვენი გუბერნატორი სამოქალაქო სამხედრო ზავილეისკი და აუშენკო თუ არ ვცდები სერიოზული ჩინოსანი აი ესეთი ხალხი იყო ეს ის ეპოქაა ხო ის ნაპოლეონის შემდეგ რუსები რაღაცას მიხვდნენ რაღაცა ფასეულობებს მაგალითად 1820 წლის აჯანყების დროს პოლონეთის სისხლში კი ჩააღწიეს მაგრამ ძალიან ბევრი რუსი ოფიცერი გადავიდა მათ მხარეს იმიტომ თავისუფლებისთვის იბრძვიან ხო ამიტომ აი ეს დარჩა ეს არის ძალიან ძნელი იმიტომ რომ იმდენი დაეფინა ამას რაღაცა სრულიად უცხო ველური აი სტრამპი რომ ამბობს შეშლილი მემარცხენეები არიანო ეს ფენება დაეფინა არ არის ხუმრობა 20 წელი არ არის ხუმრობა და ძალიან მძიმე დაღი დაატყო ჩვენ ნაციას ნიჰილიზმმა ნაციონალურმა ნიჰილიზმმა საკუთარი კულტურის უარყოფამ ეხლა ეს რასაც ვანებ ეს ეთნოგრაფიული ცეკვა სიმღერა ეს ჩაითვალა რომ ტურისტისთვის მიმზიდველია ხო და მართლაც მოწონთ იმათ ეს ჩვენი ცეკვა და სიმღერა და გადაჭა მაგრამ ბატონაკი აი არ დევნიდნენ მე ხშირად მიფიქრე ხო ეს მართალი ხარ თქვა ეს აქცენტი კი ბატონო აი ხშირად მიფიქრე რომ აი 90-იანებში ამ გაყინულ დარბაზებში ჯერ პედაგოგები ხო იყვნენ ცეკვის მე მშობლები და ბავშვები რომელსაც დაყავდათ ეს ბავშვები ან სპორტზე რო დაყავდათ გაყინულ მშიერი ბავშვები ხო თქვა და ამან შეინახა ეს თითქოს ერთი შეხედვით არაფერია მაგრამ ეს ვფიქრობ ხოლმე მეც რომ აი რამ შეინახა აი ჩვენი ქვეყანა აი ამან ჩვენ ადამიანებმა რომლებმაც გადარჩენა იყო ეს მათი კულტურა ქვეცნობიერში უზით გაცნობიერებლად თუ ქვეცნობი მე 90-იანებში არჩე პოლიტიკა ხო იცი როგორ ამ დალეწილ გზებზე აი მარტო მე და ჩემი ძოლი და მეგობარი ჩემი ძმა გაბრიელი დავდივით ხოლმე და ბიჭო ხედავდით რომ აი ამ ნასროლ ნაომარ კიდე რაღაცა მიდის ერთმა და მივხედავ ბავშვები მედიან სკოლაში სრემლები მადგებოდა თვალზე მასწავლებლები წამიყვანია რომ აი სკოლა მიმუშავა სხვათა შორის ბოლომდე უნდა გენახა რა გზას გადიოდნენ ორი ქალი ჩავისვით მანქანაში
თქვა იმას ჩადიოდნენ და გაუჩერეთ უბრალოდ აღმოჩნდნენ მასწავლებლები და სხვა დროს ავტობუსი აღარ დადისო და ან ფეხით ჩავდივართ ან ვინმე ასე თქვენსავით თუ მოიღებს მოწყალებას აი ასე პედაგოგები გამომჩა უკაცრავად მასწავლებლებს რომ დადიოდნენ იმ გაყინულ სკოლებში გათხოვა იქ არ იყო და არაფერი რას ლაპარაკობ კაცო ხელფასი მათ არ ქონდათ კი არ ტყუოდა ვინ მოიგო 1870 წლის ომი ფრანგებთანო რომელმა გენერალმა ამაო არა თქვა მასწავლებელმა მოიგო გერმანელმა მასწავლებელმა და ის ეროვნული მოძრაობა ვინ გაგზარდა ჩვენ გარდა ოჯახებისა მე ნამდვილად მასწავლებლებმა გამზარდეს ისეთად როგორიც ვიყავი ხო იგივე ზვიადი ჩვენი სკოლელია მერაბი ხო მასწავლებელი რავდა მეუბნებოდა რომ მე და ზვიად შორის 15 წლიანი სხვაობა იყო რომ პატარა ვიყავ მე-4 კლასში და შენ რო გაიზრდები აი რაღაცა დავაბრეხე ესეთი და ეხლა არ გინდა მეთხრა და რო გაიზრდები აგერ ზვიადი და უდგები მხარში შენო მამამისმა რომ მოგვიყვანაო მაშინ ახალგაზრდა იყო და მეც მამას რომ შვენიერი ხალი და ასე გვითხრა რომ მიმიხედეთ ამ ბავშვს ეს საქართველოს განთავისუფლებს კონსტანტინე გამსახურდია უთხრა მასწავლებელს ნუ კონცერტი შეატყო რომ ეს ესეთი ადამიანი იყო რა იმათ მასწავლებლებმა იმათ გაკაჩეს ეს პერიოდი აი ეს ნაპერწკალი ნაღვერდალი საიდანაც გაღვივდება დარწმუნებული ვარ ნამდვილი ქართველობა მათ შეინახეს ხო რა მე მგონია რომ ეგ არის ჩვენი ნაციის თვისება ისეთი პერიოდები მქონია ახლა რომ წუწუნებთ და თუნდაც 90 თემურ ლენგის მერე ადამიანებს არ უგავდით დაკარგული ქონდა სახე საშინელები ვიყავით და ეკლესია და ალექსანდრე დიდი პატარას მიკვირდა რატო ეძახიან დიდს ახლა დიდი ბრძოლები რამე ხო მეც მიკვირდა ხო რა გააკეთა ასე პირველს უძახიან პირველი რატო ვერ გავიგე ერთიან საქართველოში ნუმერაციით ალექსანდრე მეორე აღარ ყოფილა კახეთში გაგრძელდა ხო ალექსანდრე ეს ამ კაცმა რა და ეკლესიამ აი წამოაყენეს ნაცია საშინელება მონღოლებზე უარესი გაცილებით ყოთეშორის ის იმ პერიოდის შემდეგ თემურლენგის პერიოდის შემდეგ სწორი კედლის ამომყვანი აღარ დარჩაო 3 საუკუნის განმავლობაში არაფერი არ შექმნილა კულტურული და ის ჩვენი ეს კულტურული ძეგლები არქიტექტურის თვალსაზრისით მანამდელი და შემდეგი ისინი არ ვარ გაკაპიკად არსად არ არის იმ პერიოდის იმიტომ რომ თავისი ხიბე და პეცი აქვს შენ გიყვასო შენი თორე ის ღირებულება არ აქვს რა თქმა უნდა არა მოვიტყვით სული სადღაც აი მე-16 ბოლოს აი მე-17-ში აი აღორძინებას ეძახიან ჩვენი ლიტერატურის ისტორიკოსები და აიწყო წერა ხალხმა რა და გაჩნდა ნაწერები რა იმ დროში ჩვენ არ ვიცი თუ ეტყობა მაინც ვერიდებით ამ თემას კი ხო თორე არა სასიამოვნო მოსასმენი ჩვენ დაკნინების ამბავი სასიამოვნო რბილი ნათქვამია ნინო ხო და ავდექით რა აი ესეთი თვისე უკდავი ხალხი ვართ აი ესე ერთმა მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო მოიტანს ეს კოკა მოიტანს წყალს ოღონდ ის წყალი როგორ არიცი ну შეიძლება ვერ იხაროს ისეთი სახით და ისე კარგად ყავილობით როგორც წესით უნდა იყოს ამ კოკას წყალი სულ მოაქვს ჩვენ ვერ ვიყენებთ ამას რა ჩვენ მეტი არაფერი სულ ეს ღვთისგან დალოცვილი მიწა 64-ია მიწიერი ქვეყანა ნახეთ როგორია პირდაღებულები უყურებენ უცხოელები არა მარტო არაბები უდაბნოდან არა ევროპელებიც რა ხოთაშორის ადამიანებსაც აქ არ არის მარტო ბუნება თვითონ ადამიანებსაც აი ხო რა დღეში ვარ და უკვირთ ჩვენი გულითადობა მე კიდე მიკვირს იმათ რომ უკვირთ აქ გულითადობა არის დაკარგეს მათ ეს თორე ჩვენ ახლა რომ შეიძლება გქონდეს ჩვენ ხალხს დედამიწაზე ასეთი ხალხი არ იარსებებდა ამაზე უკეთესი ხალხი მე მგონია რომ ეხლაც ესე ვართ მოკლედ ამის შეიძლება არ მოგვდებს თორე ერთმა უილიამ კორტნი მეორე ელჩი იყო შეერთებული შტატების იმან მითხრა რომ იცი რაო შვეიცარიულ საათებს ჩვენც კი ვერ უშვებთ მერსედესი ჩვენზე უკეთესი მანქანაო ზოგმა რას მიაგნო ზოგმა რასო თქვენოეს დააგვიანეთო მაგრამ შეინარჩუნეთ ის რაც აღარავის არ გვაქვსო დასავლეთშიო
აი შეინარჩუნეთ მეგობარი მეზობელი ნათესავი ხო დედმა მშვილების სადერძელოს ვის გაახსენდება სხვაჟე ჩვენთანაც უკვე ნამთვრალებზე სვამენ ხოლმე მაგრამ ხო აქო იოსებ დონეშვილმა როკფელერი იყო სტობრად და დალია ეგ სადერძელო და ატირდა ისა და რა გაგიჟდა ესა ხო და როგორ მიყვარს ჩემი დაძმაო და არასდროს აზრად არ მომსვლია მეტერძელები. ეგ არის რა, ახლა ასე ვერ წაშლის 320 წელი და შევარდნა და სააკაშვილი კი არა. თემურლეგმა ვერ წაშალა. უნდა ნახო როგორ ტრაბახობენ მისი ისტორიკოსები ჩვენთან ლაშქრობებით. აი რა ინდოეთში მისი ლაშქრობა და რა ჩვენთან. ჩვენ სალაშქრობები. რა თურქების დამარცხება ხო? იმათი ბაიაზიდს ეძახოდნენ ილდირიმ ელვისებური დიდი სულთანი გალიაში ყავდა დამწყდებული და ტარებდა გალიაში ჩვენსაც ვკვირობთ ხოლმე ხო რო არ თურქებს არასოდეს რომ არ შეუბედიათ დასავლეთ საქართველოს ხო მათი გავლენის სფერო იყო ირანის აღმოსავლეთი ერთი მთავარი და მეფე მითხარი ისლამი მიიღოს ან ერთი თავადი დასავლეთში აფხაზეთის ერთმა შტომ შერბაში შტომ ერთმა ერთი არც კი ახალციხე რომელიც დაიკავეს ერთადერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო თელ ოსმალეთში სადაც უფროსობა გადადიოდა მემკვიდრეობით იმიტომ რომ ქართული წესი იყო ამიტომ ჩვენც ასე ხანდან ძალიან იმას ვიყრით ხოლმე ნაცავს ან ძალიან მომპარტავნობთ ისა ვართ რაცა ვართ არც არავიზე უარესი. არც არავიზე უკეთესი. და ბევრზე უკეთესი. არა, ნუ მაინც ესე ვთქვათ, არავიზე უკეთესი. ეს პოტენციალია გვაქვს და ჩვენ ვიმეორებ, აი და რითი ვართ და აი ხო ნახე, ამ ხელმამბები ხდება მსოფლიოში. ქვეყანას აქ არაჩვეულებრივი პერსპექტივები. აქ რა ხდება? აქ რა ხდება? მოუნებელი ამბავი. ჭინკების დოღი, სამწუხაროდ. ნუ აი ვიმეორებ რა, თუნდაც აი პოლიტიკურად რო ვთქვათ, არა? ბიჭო, ოპოზიცია ხო კასკადი შეიძლება შეცდომების იყოს. თუ რევოლუცია არ მინდა ვეძახის, მაშინ არჩევნები. და არჩევნები იყო. რამდენჯერ უნდა გაიმეორო, გაყალბდა, არ შევალ და როდის რა შედეგი მოიტანა. და ვივლი უცხოეთში და იქ ვიტყვი რომ საშინელი მართლობაა. როდის რა შედეგი მოიტანა. შევარდნაძის მოწინააღმდეგეც ვიყავი, სააკაშვილისაც უცხოეთში რომ იწევდა, ერთ სიტყვას არ ვიტყოდი გადაბრუნებულს. ერთ სიტყვას არა, ნუ ეგ ახასიათებს მაგალითად ისრაელს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. იქ ჭამენ ერთმანეთს იქაური პოლიტიკოსები. შეიძლება გაიტანოს შენ. ამერიკას ჰქონდა და დაერღვათ ეგ ცოტა მაგათაც დაიწყეს საბჭოეთივით წინას გინება. ამერიკაში ბოლო პერიოდში არასდროს არ ყოფილა ეს ამბავი. ასე ამიტომ მე მაინც იმედიანად ვუყურებ ამას. ძალიან იმედიანად სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ახალი რაღაცებია გასაკეთებელი რა. ну კარგად დავიწყებული ძველი უბრალოდ რო გავიხსენოთ ბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ კვირას ხუთშაბათს 14-სა და 10 წუთზე ნახვამდის ბედნიერ აღდგომას გისურვებთ აღდგომას მრავალს დაგასწროთ მარტო